გამგებლიდან და დეპუტატიდან. გამოგზავნილი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ მიტინგს. 300 ლარი აქვს, ვინც აყავამდე გვერდში ჩამიგეთ. ვინც მათ შეკრებას და დიახ. მე დამინახავენ იქ და უცხო დამაფიქსირებენ. იქიდან დამაფიქსირებენ და ხალხს და რითი გემოქრებიან ქალბატონო თუ შეკრებაზე მოხარ? რათი გემოქრებიან და სამსახურიდან მომიხსნათ ვინმე ხოს. რასაც მოველოდით მოვისმინეთ პროგრამა ქართული ოცნების რა თქმა უნდა მოусმინეთ მაჟორიტარობის კანდიდატს და ძალიან გმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება რაც გავლილი აქვს, ყველაფერი აკმაყოფილებს იმას, რომ ის ხალხი სამსახურში იყოს მონაწილე. ასე რომ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ასეთი მაჟორიტარი დეპუტატი გვეყოლება რაჭედან. როგორია ხალხის განწყობა? არაჩვეულებრივი, მაგრამ ერთი უნდა აღნიშნოთ აუცილებლად. ხალხი ვერ გამოდის შიშით გარეთ. ყველას ემოქრებიან, ვინც გამოხვალთ, დაკარგავთ ყველაფერს, დაკარგავთ მიწებს, დაკარგავთ სამსახურებს. გაოცებული ვიყავით თითრითი, აი იქით არის გამგეობის შენობა. გამგეობის თანამშრომლები კარებიდან იყურებიან. მე გაოცებული ვარ გამოვიდნენ და მოусმინო. თუ არ მოეწონებათ, ნუ გაითვალისწინებენ ამ ქართული ოცნების ხარს ნუ დაუჭერენ საერთოდ ქართული ოცნებას, მაგრამ თუ კი გაითვალისწინებენ ამას, ხო? რა თქმა უნდა იქიდან მოსვენა გამოვიდა და მოусმინო. მოსახლეობა ალბათ რომ დაშინებულია. დააშინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. არავის არ დაუშინა. მე ვისაუბრე უმეტესობას და ისინი დაშინებულები არიან. ვინ არის დაშინებული? ჩვენ არავისთვის გვეთქვია არაფერი და ვინ დააშინა? ასევე არის განხორციელებული სატელეფონო ზარები, როგორც თქვენ თავაზობთ, თქვენ არა, თქვენი ხელისუფლება და ადგილობრივი ხელისუფლება თუ ისინი მხარს თქვენ დაგიჭერენ, დაენიშნებათ სოციალური დახმარება. ამაზე არ არსებობს მაგ ვარიანტიც არ არის. ყველაფერი ნორმალურად არის, როგორც მიდიოდა ჩვენ თავრობა მაგის ანახალხი არ ვართ. გუშინ არ დაგივლეთ ნიკორ წმინდაში. ჩვენ პირდაპირ. თქვენ ნიკორ წმინდაში თქვენმა ხელისუფლებამ არ დაიარა მოსახლეობაში და არ გააფრთხილა რომ მოსახლეობა ჩვენმა ხელისუფლებამ გააფრთხილა, ვარიანტი არ არის. თქვენ უარყოფთ ამ ფაქტს? მე უარყოფ, ნამდვილად უარყოფ. თქვენი აპარატი ამაზე მუშაობდა. კი ბატონო, იმუშაოს. მე არა, ჩვენ საქმის კურსში არ ხართ, არაფერი არ იცით? რა საქმის კურსში არ? რომ ხალხს აშინებენ, ქალბატონო. არავის არ აშინებენ ქალბატონო. შეგაშინა ვინმე ზაირად. საერთო ჯამში ჩვენ ყველას მე როგორც კონკრეტულად დევნილს მინდა ცვლილება. ეს აუცილებელია საქართველოს, აუცილებელი. ამის გარეშე ქვეყანა ვერ გამთავრდება. ჩვენ მე ვიბრძოდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ვერასოდეს ვერ ვიფიქრები, რომ ამ დამოუკიდებლობის პირობებში ამ დღემდე მივიდოდა ქვეყანა. მე მახსოვს აყვავებული ეს ჩვენი 1550 კომლიანი არის ნიკორწმინდა. სახლები დგას. დღესდღეობით რო გავიკითხე 80 კომლით ურჩება ზამთარ. მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროგრამა სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდის დაბანდება. მე მჯერავს მისი და თქვენ ჩამობრძანდებით აქ, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ჩამობრძანდებით და ნახავთ როგორ აყვალდება ჩვენი ნიკორწმინდა, ჩვენი რაჭა და ყველაზე მთავარია იმედი მიჩნდება აფხაზეთში დაბრუნება. ვიძახი დაგეთ ხარ იმდენი რამე ითქვა რომ ყველაფერი დამამწყა მაშინ პასუხს ვცემდი და გადავიწევს იმას რაც აზრი ხო ის აზრი მაქვს ისე რომ ყველაფერი კეთდება არის გამოხატეთ ხო ვცამდე გამოხატავ ყველაფერს რა ვიცი ახლა დამოვდათ ხალბატონო შემთხვევით მოვედი ხა და ჩემ შეხედულებას ვიძახი იმ დროსა და ამ დროს შორის ხა მე ვარ გლეხი არა არც ამუშაობ არც არავინ ჩემიანი არაფერი და უბრალოდ აბა შეხედულობა მაქვს ისა რომ რა კეთდება როგორ არის და აღარ მინდა ხლა ის რაღაცა ის წარსული დაბრუნება რაღაცა ყველა ხო ისება ყველა ხო რა ვიცი რა არა ბრუნდება მაგრამ ერთი გაქცევ თქვენ შეკითხვა დაუსვით აი საქართველოს ხარ ინგლისური ენა და ისა და ესა და ინგლისური დავისწავლე ქართულ ყველაფერი რა ვიცი რა იქ ბატონო არ მუშაობ რა სახში სოფასურდა და სოფაში ისაა როგორ არა მაქვს სურვილი მაგრამ აბა არ მუშაობ ახალგაზრდა ქალბატონის
არ არის სამუშაო ხო? აი ხა ხვალო არა სამუშაო არ არის ხო შენდება აკეთებენ ხო დაასაქმეს კაცები ხო ეხლა ქალებსაც დაასაქმებენ გაკეთებენ ეხლა კაი რომ მოვა სხვა ის რა ვიცი იქნება აშლება ქახნები ერთ დღეში და ორ დღეში კონდეს ინფორმაცია სრული თქვათ რა კეთდება რა შეიძლება კეთდებოდეს რა არ კეთდებოდეს და ჩვენი დამოკიდებულება კონდეს ყველას გვაქვს ამის უფლება რა თქმა უნდა თქვენს მეგობარ ქალბატონს და ყველა ვინც აქ ბრძანდება ასევე ეს უფლება მაქვს მეც მე მაქვს ჩემი შეხედულებები პირველად არ ხვდები მოსახლეობას და ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ რასაც მე ვიტყვი თუ იმის საწინააღმდეგოში ვინმე დამარწმუნებს საწინააღმდეგოში შეიძლება მე დავფიქრდე თქვენ თუ შეეცდებით საწინააღმდეგოში დამარწმუნოთ მე აუცილებლად დავფიქრდები ეხლა დავიწყებ საუბარს აქედან აი წერილი რომელიც მოგწეს ნიკორწმინდაში და რა წერია აქ უსმინეთ რა გამოდით რაიმე პრობლემებზე ამოიღე ოპოზიცია ხარ და თუ არ გაჩერდები სოფლიდან გაგასახლებენ თიც გიქნებენ ხმა არ მიიღო ასე წერია ჩვენ დაგვეხმარეთო და თუ სიცოცხლე გინდა ვით ჩვენ არ მოგცემს ხმას ყველა სამაგალითოდ გაუსწორდებით მაჯებში დავამტრევთ ხელებსო ეს მაღაზია მან ააშენა ამ ხელისუფლებამ ააშენა ეს მაღაზია რომ ვინმეს გადააბაროს თუ ეს სკოლა ააშენა ამ ხელისუფლებამ რა არის აქ ამ ხელისუფლების აშენებული დამანახეთ ხედავ ერთი ფანჯარა არის გამოსვლილი ფანჯარა არის ნამდვილად გამოსვლილი იმ სკოლაში არ იყო ისეთი ფანჯარა როცა მე ვიყავი ბოლოს აქ მახსოვს მაგრამ მითხარით რამდენი მოსწავლე არის ამ სკოლაში ვინიცის 30 რამდენი 11 მე პირობას მოგცემთ სამწუხარო პირობას მოგცემთ თუ ეს ხელისუფლება დარჩა 2 წელიწადში ეს სკოლა არ იქნება როგორც სკოლა რატო იცი აი მე გეტყვი თუ ეს ხელისუფლება არ იქნება და ივანიშვილი მოვა ასეთი სკოლა სადაც იყო ამროლაურში ყველა სოფელში აღსდგება სადაც არ არის აშენდება რამდენიმე სოფელს გეტყვით მაგალითად ზნაკვა ამაზე უფრო ცუდი სოფელი არ არის საშუალო სკოლა იყო როცა მე აქ ვიყავი ეხლა საერთოდ სკოლა არ არის ზნაკვაში იქნება სკოლა იმიტომ რომ იქ არის სკოლის ასაკის ბავშვი და ივანიშვილის პროგრამა ამბობს რომ ყველა სოფელში საქართველოში სადაც არის სკოლის ასაკის ბავშვი აუცილებლად იქნება სკოლა